დღეს მართლა დაგაბრუნებთ ბავშვობაში, მე და ბებო და მოგიმზადებთ უგემრიელეს ისპანახის ფხალს. 2 კილო ისპანახს კარგად გავრეცხავთ და მოვხარშავთ. სანამ მოიხარშება, 200 გრამ გატარებულ ნიგოს დავასხამთ ნახარშს. დაგვჭირდება მწვანილები, ხახვი, ქინძი, ცერეცო, რომელიც ძალიან უხდება და ასევე ნედლი ტარხუნა, რომელიც მე ამ ეტაპზე არ მქონდა და აუცილებლად გავუკეთეთ სეზონზე, რადგან ის აძლევს განსაკუთრებულ გემოს. გადავწურავთ ისპანახს, წვენს ვინახავთ, ჩავკეპავთ, დავამატებთ დაჭრილ მწვანილს, ნიგოს, გავათხელებთ სასურველი სისქის მიღებამდე, ვამატებთ მარილს და მზად არის. ჭადის გარეშე ხო ფხალი წარმოუდგენელია და ბებომ თავისი ბუთქუნა ხელებით გამოგვიცხო ტაფის მჭადი.